ოკუპირებული უკრაინული ტერიტორიების დათმობა. არის თუ არა ეს წნეხი მოსკოვზე, ამ ვერსიის მომხრეები აღნიშნავენ, რომ რუბიოს განცხადება პროცესიდან გასვლაზე ლავროვთან გამართული სატელეფონო საუბრის შემდეგ გაკეთდა, რაც მიუთითებს, რომ საუბარი მაინც და მაინც სასიამოვნო არ ყოფილა. მესამე ნაწილი მიიჩნევს, რომ ამერიკა უკვე გასულია პროცესიდან და ევროპელებს და სხვა დასავლელ მოკავშირეებს ცალ-ცალკე მოუწევთ მოქმედება. მოკლედ ამ ვერსიებზე ვისაუბრებთ, არა მხოლოდ ამ ვერსიებზე სტუმართან ერთად, ლევან ყურაშვილი შემოგვიერთდება სტუდიაში, ცხადია ვისაუბრებთ რუსეთზეც და საღდგომო ზავზე, რომელიც ცინიკურად პუტინმა გაკეთდა მოწყალებად საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სხვათა შორის თქვა, რომ ეს არის მარკეტინგული ტრიკი ტრამპისთვის საღდგომო ზავი და პუტინმა ეს ყველაფერი ტრამპისთვის თავის მოსაწონებლად გამოიყენა. ეს ზავი 2000-ზე მეტჯერ დაირღვა ზელენსკის გათვლით. ლევან ყურაშვილი არის უკვე ჩვენი სტუდიის სტუმარი. ლევან, მოგესალმებით, მადლობა რომ მოხვედეთ. მაინც როგორი მოლოდინი გაქვთ თქვენ ხვალინდელი სამიტისადმი? უფრო ოპტიმისტურად ხართ განწყობილი თუ უფრო პესიმისტურად? მოგესალმებით კიდევ ერთხელ, მადლობა მოწვევისთვის. არ ვიცი, უფრო ცოტა ნეიტრალური განწყობით ვარ, იმიტომ რომ ბევრჯერ დაანონსდა უკვე შეთანხმების დადება და არ დაადგა საშველი და მით უმეტეს ის დრაფტი თუ მართალია, სიმართლე რო გითხრათ, ვერ ხედავ რა შეაწყობს ან ერთ ან მეორე მხარეს ამ პირობებზე დათანხმება უკრაინას გასაგებია, რატომ არ აწყობს, საუბარია 4 რეგიონი, უბრალოდ ყირიმის აღიარებაზე, რაც შეუძლებელია, სამართლებრივი ნონსენსია, შეუძლებელია უკრაინამ აღიაროს საკუთარი ტერიტორიის ოკუპაცია სხვა ქვეყნის მიერ და სხვა ქვეყნის იურისდიქციაში გადასვლა. მედიაც წერს, რომ მაინც სადავო პუნქტია, აი ამ ყირიმის მიღან შეიძლება არც ჩაიწეროს. ხო, შეიძლება არც ჩაიწეროს, მაგრამ ანუ რომ ვერ ჩაიწერება ფიზიკურად, იმიტომ რომ ამას უკრაინა ვერ გააკეთებს. სამართლებრივი მექანიზმი არ არსებობს ამისთვის, რომ უკრაინამ აღიაროს საკუთარი ტერიტორიის ნებით დათმობა. კონსტიტუცია უკრძალავს ამას უკრაინას. მარტივად რო ვთქვა და ზელენსკის და პარლამენტს. რაც შეეხება რუსებს, რატომ უნდა დათანხმდეს რუსეთი იმ პირობებს, რაც ამაში წერია, როცა ის ვერ მიიღებს მაგალითად იგივე რაც უნდა 4 რეგიონს, ვერ მიიღებს უკრაინის ნეიტრალურ სტატუსს, ვერ მიიღებს შემცირებას უკრაინის არმიის. თან პუტინი ჩემი აზრით შეცდომით, მაგრამ თქვის, რომ შეუძლია მას ამ ომში გამარჯვება და რატომ დათანხმდება ამ პირობებს. ამიტომ არ ვიცი, რაზე შეთანხმდებიან ამერიკელები და უკრაინელები, თუმცა ჩემი აზრით შეცდომა ის განცხადება, უბრალოდ მოლაპარაკებებში არასწორი მიდგომა არის, როცა ამერიკა ამბობს, რომ ის გავა მოლაპარაკებიდან. ეს мотиваციას აძლევს რუსეთს. რუსეთის მიზანი რა არის, რომ უკრაინა დარჩეს, რაც შეიძლება ნაკლები მოკავშირით, ხო? მაინც უკრაინაზე წნეხია ვიდრე მოსკოვზე. რა თქმა უნდა, უკრაინაზე წნეხი, მარტო უკრაინაზე წნეხი კი არ არის. ეს მოლაპარაკების პროცესში აძლიერებს რუსეთის პოზიციებს, იმიტომ რომ ის მოითხოვს უფრო მეტს, იმიტომ რომ თუ ამერიკა გავა ამ პროცესიდან, ეს ვისაც აწყობს, რა თქმა უნდა, რუსეთს ამ შემთხვევაში, იმიტომ რომ ამერიკა არის ერთ-ერთი მთავარი მოკავშირე უკრაინის და უკრაინული არმიის, მათ შორის შეიარაღებით, ფინანსური დახმარებით და ამ შემდეგ. ამიტომ мотиваცია პუტინის ადგილზე გვექნებოდა ჩვენ რო ვიყოთ მის ადგილზე, რომ ამერიკას ჩაექნია ხელი ყველაფერზე, ისეთ პირობები დაგვეყენებინა, რომ შესრულება ყოფილიყო შეუძლებელი. ამერიკას ეთქვა, რომ ამ საქმიდან არაფერი გამოდის, კარგად იყავით ბიჭებო, რაც გინდათ ის ქენით. ეს იქნებოდა პუტინისთვის ყველაზე იდეალური სცენარი ამ შემთხვევაში. ამიტომ არ მგონია საჯაროდ ამის ლაპარაკი სწორი ამერიკული გათვალისწინებითაც ლევან ფიქრობთ, რომ წინასწარ უკვე წარუმატებლობისთვის გათვლილი პუნქტებია, მაგრამ მაინც ევროპის ჩართულობა ამ მოლაპარაკებებში რას სulis იყო პარიზი, ახლა იქნება ევროპა ჩვენ უნდა დავინახოთ ისე, არ უნდა დავინახოთ ცალკე, ის არის უკრაინასთან ერთად ამ შემთხვევაში და ევროპის ინტერესი და უკრაინა ერთად არის პირველად ამ ფორმატში. ხო, მაგრამ ნახეთ როგორ არის, ანუ უკრაინის პოზიცია და ევროპის პოზიცია არის თითქმის იდენტური, იმიტომ რომ უკრაინის უსაფრთხოება და უკრაინის გარანტიები თუ მშვიდობა დამყარდა, უსაფრთხოების გარანტიები არის ევროპის უსაფრთხოების გარანტიები. ამ შემთხვევაში ერთი და იგივეა, იმიტომ რომ თუ რუსეთი დაუშვათ რაღაც მშვიდობას დაამყარებს უკრაინასთან, მას გამოუთავისუფლდება უზარმაზარი რესურსი და ყველანაირი უსაფრთხოების გარანტიების გარეშე ამ რესურსის გამოყენება შეუძლია მათ შორის როგორც უკრაინაში, ისე შეუძლია მაგალითად ევროპის რომელიმე ქვეყანაში და მით უმეტეს თუ ამერიკელების მხრიდან არ იქნება მყარი გარანტიები მათ შორის ევროპაზე, რომ თუ რუსეთი ან ნებისმიერი სხვა ქვეყანა თავს დაესხმება ევროპის რომელიმე ქვეყანას, ამერიკა ამ ომში ჩაერთვება და იბრძოლებს ევროპელი მოკავშირეების მხარეს, რა თქმა უნდა, რთულია რომ ევროპა რამეზე დათანხმდეს მათ შორის ამ მოლაპარაკებებში და ევროპის პოზიციაც იქნება უნიშნელოვანესი, იმიტომ რომ შეუძლებელია ევროპა დააიგნორო, როცა ევროპის კონტინენტზეა ომი, როცა მინიმუმ იმდენს მაინც გამოდის ევროპა, მათ შორის ფინანსურად, მათ შორის შეერაღების მხრით რამხელაც გამოდის ამერიკა, შეუძლებელია ამ მოთამაშის იგნორირება როგორც ამერიკის მხრიდან, ისე რუსების მხრიდან, რამდენადაც არ უნდა ცდილობდეს ამას პუტინი.
ევროპის როლზე კიდევ ერთხელ ვთქვათ შტატებთან მიმართებაში ეს ქმნის მაინც ერთგვარად დილემას თუ შტატები გადის პროცესიდან ამ შემთხვევაში რა არის ევროპის ინტერესში აქ საჭირო იქნება თუ არა არ ვიცი კიდევ პროცესში ამერიკის დატოვებას შეძლებს თუ არა ის თუ ჯერ მაინც არ არის ევროპელების მიზანი ამ წუთას მათ შორის სტარმერის მათ შორის მაკრონის მიზანი არის ის რომ ამერიკა რაღაც ფორმით მაინც იყოს ამ პროცესში ჩართული თუ დაუშვათ ის საჩუქრად არ გამოყოფს იერახს როგორც მინიმუმ როგორც უკრაინამ და ზელენსკიმ შესთავაზე ის მზად არის ფული გადაიხადოს ამერიკულ იერახში მინიმუმ ამ ფორმით მაინც იყოს ჩართული ასევე სადაზვერვო ინფორმაციის გადაცემის კუთხით და ყველაზე მთავარი რაც არის სასანქციო პოლიტიკა რომელიც არის რუსეთის წინააღმდეგ და რომელიც არის ერთ-ერთი იარაღი ევროპის მხრიდან და ცივილიზებული მსოფლიოს მხრიდან რუსეთის წინააღმდეგ ეს სასანქციო პოლიტიკა უნდა გაგრძელდეს და ამაში ამერიკის როლი იქნება ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ამიტომ მინიმუმ ამ ფორმით ამერიკის შეერთებული შტატები მაინც უნდა იყოს ამ პროცესის მონაწილე კიდევ ერთხელ რომ გასვლა საერთოდ ამ პროცესიდან არის პუტინის ოცნება ამერიკის გასვლაზე მაქვს საუბარი იმიტომ რომ ის ამით იღებს იმას რომ უკრაინა ვერ მიიღებს დაუშვათ იმ დახმარებასაც ამერიკიდან იღებს სასანქციო პოლიტიკა ბევრად უფრო შესუსტდება შესაბამისად უკეთეს პოზიციაში აღმოჩნდება რუსეთი ეს იმას არ ნიშნავს რა თქმა უნდა რომ ის ხვალ ამომს მოიგებს მაგრამ შესამჩნევად უფრო გართულდება სიტუაცია როგორც ფრონტზე ისევე საერთაშორისო ასპარეზზე გასვლა ახსენეთ თქვენ რომ აი წინასწარ ასეთი ტიპის განცხადებების გაკეთება რუსეთის წისქვილზე ფაქტობრივად ასხამს წყალს აი თუ კი გავა ხო საბოლოოდ ტრამპი იტყვის რომ აი არ გამოდის შეთანხმება და გავედიან მოლაპარაკებებიდან ამის შემდეგ რა ხდება უკვე ამის შემდეგ მთელი ტვირთი დააწვება ევროპას მე არ ვფიქრობ რომ ეს ასე მოხდება უბრალოდ მედი ვინდა ვიქონიო რომ ეს ასე არ მოხდება და ყოველ შემთხვევაში ეს ამ წუთას ასე არ ჩანს იმიტომ რომ ნახეთ ერთია რას ამბობენ ამერიკელები და მეორე რას აკეთებენ ამ წუთას არაფერი არ გაუკეთებიათ იმის საწინააღმდეგო რასაც ისე უბრალოდ იმის მხარდასაჭერი რასაც ისინი ამბობენ რომ ისინი აპირებენ პროცესიდან გავლას სასანქციო პოლიტიკა გრძელდება შეზღუდვები რუსეთის წინააღმდეგ ტრამპმა გააგრძელა რამდენჯერმე ასე რომ ჯერ ამ პროცესს გარდა ვერბალური ფორმისა სხვა ფორმა არ ქონია ანუ ქმედებებში ეს არ ასახულა ეს ასე ახლა რომ ამბობდით რომ მაინც უფრო მეტად უკრაინაზეა წნეხი ვიდრე რუსეთს ტარიფების ომშიც კი ტარიფი არ დაუწესა რუსეთს ტრამპმა და დაუწესა უკრაინას ესე ვერ ვიტყვით ახლა ეგრეთ ჩვენს დაგვიწესა ეს არის ბლანკეტური 100%. მოლაპარაკებებით ახსნეს და მოლაპარაკებებში უკრაინაც მესმის რა თქმა უნდა უბრალოდ ახლა რატო რიტორიკის ამბავია და მე არ ვაპირებ ახლა განცხადებების გაკეთებას იმაზე თუ რას აკეთებს ტრამპი სატარიფო პოლიტიკასთან მიმართებაში თუმცა უკრაინასთან დაკავშირებით ეს 10%-იანი ბლანკეტური სატარიფო პოლიტიკა რომელიც მთელ მსოფლიოში ეხო აბსოლუტურად მათ შორის ჩვენს და ეს არაფერს არ ნიშნავს რატომ არ დაუწესა რუსეთს ახლა ეს მისი мотиваცია საჯაროდ რაც თქვა მარტო ის ვიცით ახლა პირადი мотиваცია იყო თუ არა მაგაზე რთულია საუბარი თუმცა რა თქმა უნდა ეს რომ ამერიკის შეერთებული შტატები გავა პროცესიდან ცხადია წნეხი არის უკრაინაზე რომ ამერიკელების მხრიდან რო შევხედოთ უკრაინა ძალიან არ გაჯიქდეს მოლაპარაკების პროცესში თორემ მე დარწმუნებული ვარ რომ მარკო რუბიოს გადასარევად ესმის რას ნიშნავს ამერიკის გასვლა საერთოდ გასვლა ამ პროცესიდან და ხელის ჩაქნევა იმიტომ რომ ეს საფრთხე მარტო ამ ომისთვის და უკრაინისთვის კი არ არის მთლიანად სოფლიო წესრიგისთვის არის ძალიან დიდი საფრთხე ეს ახალისებს ბევრ ცუდ ადამიანს მსოფლიოში, ბევრ დიქტატორს, ბევრ ავტორიტარს, რომელსაც აქვს ტერიტორიული პრეტენზიები. ესეც გამოჩნდა, ხო, პრინციპში ტრამპის ადმინისტრაციაში გასულ კვირას გამოიკვეთა ეს ნაწილი. ანუ ეს თემა რამდენად იქნება ეფექტის მომხდარი ან გავლენის მომხდარი ტრამპის რეიტინგზე, არ ვიცი, იმიტომ რომ ამ თემაზე მეტად შიდა საკითხები არის საინტერესო, ხო, რიგითი ამერიკელისთვის. დღეს ვნახულობდით სოციოლოგიურ კვლევას და რეიტინგები იყო 42%-ზე ჩამოსული ტრამპის. ხო, როიტერსი როგორი გავლენა შეიძლება ქონდეს ამ პროცეს პოლიტიკაზე? მე ეჭვმეპარება თვითონ დონალდ ტრამპის ამორჩეველზე ამან დიდი გავლენა მოახდინოს ყოველ შემთხვევაში პირველ ეტაპზე მაინც უკრაინის თემას გულის ხო რა თქმა უნდა შიდა პოლიტიკა ბევრად უფრო მნიშვნელოვანია ამერიკელებისთვის და შიდა პოლიტიკაში არის ბევრი პრობლემა რომელიც ტრამპს გადასაჭრელი აქვს შესაბამისად ცხადია რომ მას არ უნდა და არც ახალ ადმინისტრაციას მთლიანად არც ეც რაც არ უნდა განსხვავებულ
პოზიციები იყოს ერთმანეთთან მიმართებით, არავის არ უნდა დაუსრულებელ მოლაპარაკებებში იყოს ჩართული და დაუსრულებელ წარუმატებლობაში იყოს ჩართული. ტრამპს სჭირდება წარმატება, მისთვის წარმატება იქნება ამ ომის დასრულება, მინიმუმ ცეცხლის შეწყვეტა მაინც რომ ერთმანეთს აღარ ესროდნენ, რაც იყო აგერ მშვენივრად გამოვიდა 30 საათის განმავლობაში. თუ არ ჩავთვლით ლოკალურ შეტევები იყო, ანუ საჰაერო სივრცე არ დარღვევა, ხო? არა, სახმელეთო დაითვალა 2000-ზე მეტი. რო წარმოვიდგინეთ, ეს არის აქ ორივე მხარე რა თქმა უნდა ერთმანეთს აბრალებს რომ მათ გახსნეს ცეცხლი, მაგრამ ჩვენ ვსაუბრობთ 2000 კილომეტრიან ფრონტზე, სადღაც ვიღაცა ავტომატს ისროდა, გასაგებია, მაგრამ გლობალურად ძალიან იმასთან შედარებით რაც იყო წინა დღეებში, გაცილებით სიწყნარე იყო და იქ ჩვენ ვნახეთ კადრები როგორც უკრაინელები, ისე რუსები ცდილობდნენ საკუთარი დაჭრილების ფრონტის ხაზიდან გაყვანას და მათ არ ესროდნენ მოწინააღმდეგეები, ამიტომ ეს შესაძლებელია გამოჩნდა. ანუ ამის გაკეთება ეს პირველად იყო გასულ აღდგომებზე მეოთხე წელი არის. კი, პირველად მოხდა ასეთი რაღაცა და გამოვიდა თან ძალიან რომ გასაკვირად მარტივად გამოვიდა. ერთი განცხადება პუტინის და საპასუხო განცხადება რამდენიმე საათში ზელენსკის საკმარისი გამოდგა იმისთვის, რომ გლობალურად ცეცხლი შეწყვეტილიყო. კიდევ ერთხელ რომ ხა ლოკალურად შეიძლება ეთაკებებს ყოფილიყო, მაგრამ პუტინის ამ მოულოდნელს აღდგომო ზავს, რომ მართლა ხომ არ შეეშინდა შტატების გასვლის მოსკოვს რაღაც სიფრთხილეს ხომ არ ნიშნავდა ეს. მოსკოვს შტატების ვერსიაც განხილული. შტატების გასვლა ლავროვთან საუბრის მერე გაკეთდა ეს განცხადება. რატომ დაეშინოდეს მოსკოვს შტატების გასვლა? აი რა ლოგიკა? უკმაყოფილებას. ხო და ანუ ერთადერთი თუ რამის უნდა ეშინოდეს პუტინს, ეს არის შტატების გაბრაზება, რაც მერე გადააწყვეტინებს მას უფრო მეტად დაეხმაროს უკრაინას და უფრო მეტად ის გაგრძელება ურჩევნიათ ახლა შტატებთან, ვიდრე მისი გასვლა ასეთი იყო. კი, ეს ვერსია არის, მაგრამ საერთოდ თუ გავიდა ამერიკის შეერთებული შტატები არც უკრაინას ეხმარება, არც სასანქციო პოლიტიკას აგრძელებს და ამ შემდეგ ეს რუსეთისთვის კარგია თუ ცუდი? ცხადია რომ კარგია, აქ სხვა ვერსია ვერ იქნება. რა თქმა უნდა, პუტინს ურჩევნია ეს დაუსრულებელი მოლაპარაკებები გააგრძელოს, ვიდრე გაბრაზდეს ერთადერთი რისიც შეიძლება ეშინოდეს რუსეთს, ეს არის ტრამპის არაპროგნოზირებადი რეაქცია. ის კი არა რომ გავა, ანუ არავინ არ იცის ის რას გააკეთებს შემდეგ. ამის შეიძლება ეშინოდეს რუსეთს, სხვა არაფერს. დიდი მადლობა ლევან, რომ იყავით ჩვენი სტუდიის სტუმარი ლევან ყურაშვილი, კოალიციის ნაცვლებისთვის პასუხობდა ჩვენს შეკითხვებს. ამით ფორმულას გადასრულებულია. მაყურებელს წინ ელოდება პოლიტიკის ფორმულა სოფო ზურაბიანთან ერთად. ჩვენ შევხვდებით ხვალ. მადლობა რომ გუყურებთ. ნაწარმოები შეიცავს თამბაქოს ნაწარმის, თამბაქოს აქსესუარის ან მოწყობილობის მოხმარებას. თამბაქოს მოხმარება იწვევს ხორხის კიბოს. მოწევა მავნებელია თქვენი ჯანმრთელობისათვის. გურამ როგავა და ელისო ჯარიაშვილი ხალხთან ერთად სამშაბათს და ხუთშაბათს ღამის 10 საათიდან ფორმულაზე. საღამოს ეთერის გასართობი გადაცემების სპონსორია ბაზარი, ქალაქი ქალაქში, სივრცე გართობისა და დასვენებისთვის. საღამოს ეთერის სპონსორია ქირურგიის ეროვნული ცენტრის სხივური ამაჩქარებელი ეთოსი. საღამოს ეთერის სპონსორია PSP, ჩემი ოჯახის აფთიაქი. საუკეთესო მოგონებებს ერთად ვქნით. სადღესასწაულო სუფრასთან შეკრების დროა. Coca-Cola. აღნიშნე აღდგომის დღესასწაული Coca-Cola-სთან ერთად. გადაახურდავე ვალუტა ონლაინ. ჯიხურის კურსით და ნუ ღარ რაჭმევ შენ ფულს სუდ კურსს. კურსი ჯი, ყოველთვის საუკეთესო კურსი. საუკეთესო მოგონებებს ერთად ვქნით. სადღესასწაულო სუფრასთან შეკრების დროა. Coca-Cola. აღნიშნე აღდგომის დღესასწაული Coca-Cola-სთან ერთად. გურია. ნოყიერი მიწა. სუბტროპიკული ჰავა. არომატული გემო.
ჩვენთვის. მე-19 საუკუნიდან